მაგით ეს არის ჰეზბოლას მასიური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ადრე მოხდა. კირიათ შმონას კადრები და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო საათში ჰეზბოლას კიდევ რამდენიმე რაკეტა სამხრეთ ლიბანის თავზე გაანეიტრალეს. ჰეზბოლამ კვლავ გამოიწვია ისრაელი ყველაზე ცუდ დროს დონალდ ტრამპის დიპლომატიური ვიტრინისათვის. სანამ ტრამპი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები მშვიდობის ერთგულია, ირანის მხარდაჭერივმა ჯგუფმა აჩვენა, რომ ყველაზე რთული ნაწილი ხელმოწერა კი არ არის, არამედ თეირანის მოკავშირეების ადგილზე დამორჩილებაა. თავდასხმა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ პროვოკაცია არ ყოფილა, ეს იყო პირდაპირი გამოწვევა ტრამპის პოლიტიკურ ავტორიტეტთან, თეირანის მიერ აღებულ ვალდებულებასთან და კაპირებასთან, რომ ჰეზბოლა და ახლო აღმოსავლეთის შუების ფაზაში შევიდოდნენ. რას ცდილობდა ჰეზბოლა ამ დროს თავდასხმით დაემტკიცებინა? რატომ გახდა ისრაელის სამიზნე საბოლოო დღის დაწყებამდე 11 საათით ადრე? როგორ აპირებს ტრამპი ამ ცეცხლის შეწყვეტის დაწესებას, თუ ცეცხლი ისევ ლიბანიდან მოდის? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. თავდასხმა ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთისკენ განხორციელდა, გავრცელდა ინფორმაცია ჩამოგდებულ რაკეტებზე და კირიათ შმონაში დაძაბულობის კადრები გამოქვეყნდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გასროლები საზღვარს გადმოეცილა და ისრაელის артиლერიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა იმ ტერიტორიებზე, საიდანაც სროლა განხორციელდა. ასევე ისრაელის გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანის სამხრეთში. ახალი ფაქტია ის, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა რეგიონი უნდა გადასულიყო შეკავების რეჟიმში და არა ესკალაციაში. ტრამპმა ახლახან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელოდა სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე და სწორედ ამ ფანჯარას იყენებს ჰეზბოლა იმის შესამოწმებლად, ექნება თუ არა ვაშინგტონის სიტყვას რაიმე მნიშვნელობა ბრძოლის ველზე. ეს პროვოკაცია პირდაპირ აზიანებს ისრაელს, რადგან კირიათ შმონა სიმბოლურად გამოხატავს ზეწოლას ისრაელის ჩრდილოეთის თემებზე. ქალაქი და მისი შემოგარენი უკვე იტანდა სირენებს, იძულებით გადაადგილებებს და ლიბანიდან მომდინარე თავდასხმებს. ეს არ გავს შეთანხმებას, რომელიც მუშაობს. ეს უფრო რისკს გავს. გავაგრძელოთ. ტრამპისთვის ეს ხდება დაუყოვნებელი პრობლემა, რადგან ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მშვიდობა, ბაზარი რეაგირებს და ნავთობის ფასი იკლებს. მაგრამ ჰეზბოლა საპირისპირო სურათს აჩვენებს. რაკეტები ცაში და ისრაელი კვლავ განგაშზია. ტრამპი ამ ეპიზოდში ჩაერთო, ცდილობდა გამოსავლის ცენტრში ყოფილიყო. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მშვიდობის ერთგულია და მოუწოდა ყველას ახლო აღმოსავლეთ, შეინარჩუნონ შეინარჩუნონ ვალდებულება, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს განცხადება გამიზნული იყო იმის საჩვენებლად, რომ ის მართავს სიტუაციას. ტრამპმა ასევე აღნიშნა ბაზრების რეაქცია, ნავთობის ფასის ვარდნა და აქციების ზრდა, როგორც ნდობის ნიშანი შეთანხმების მიმართ. ფაქტობრივად მან სცადა მსოფლიოსთვის გაეყიდა იდეა, რომ ამერიკის ძალამ აიძულა ირანი შეჩერებულიყო და შექმნა სტაბილურობისთვის სივრცე. მაგრამ ჰეზბოლას რეაქცია ადგილზე აჩვენებს, რომ შეთანხმება არ შეფასდება მხოლოდ ხელმოწერით, ცერემონიით ან განცხადებით, ის შეფასდება სიჩუმით საზღვრებზე. სროლების დასრულება და შეიარაღებული ჯგუფების რეალური უკანდახევა. მემორანდუმმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ლიბანი ამ პროცესში ჩართო. ვაშინგტონის მიერ განხილული ტექსტი ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციების დასრულებაზე საუბრობს და საბოლოო მოლაპარაკებებისთვის 60 დღიან ფანჯარას ხსნის. იგივე ეხება ჰორმუზის სრუტეს, სავაჭრო მიმოქცევას და ამერიკული სანქციების ეტაპობრივ მოხსნას ირანის პორტებზე. ამავდროულად თეირანი იღებს ვალდებულებებს შეთანხმების ფარგლებში, ამიტომ ჰეზბოლას თავდასხმა ასე მნიშვნელოვანია. ის შეთანხმების ფარგლებს არ ცდება. ის ხდება შეთანხმების ყველაზე მგრძნობიარე წერტილში. თუ ჰეზბოლა აგრძელებს რაკეტების გაშვებას, ტრამპს უნდა აჩვენოს, რომ ირანს აქვს საკმარისი გავლენა, რათა შეაჩეროს თავისი მოკავშირეები. ან რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი ძალა, რომ ამას შედეგები მოაყოლოს. მოსტაბა ხამენეიც ჩაერთო პროცესში, როცა აღიარა, რომ მემორანდუმს ხელი მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, განსხვავებული აზრი ჰქონდა. ირანელებისთვის გაგზავნილმა წევილმა სცადა რეჟიმის დაცვა. შიგნით მან განაცხადა, რომ ნებართვა იმიტომ მისცა, რომ პრეზიდენტ მასუდ პესეშკიანის და ისა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებისგან მიიღო გარანტიები, რომ ირანის და ეგრეთოდებულ წინააღმდეგობის ფრონტის უფლებები დაცული იქნებოდა. ეს ფრაზა საკვანძოა. როდესაც ის წინააღმდეგობის ფრონტზე საუბრობს, სწორედ იმ ჯგუფების ქსელს გულისხმობს, რომლებიც თეირანს არიან დაქვემდებარებული, სადაც ჰეზბოლას ცენტრალური როლი აქვს.
ამიტომ, როდესაც ჰეზბოლა ლიბანში მოქმედებს, მთავარი კითხვა მარტივია. ეს იყო ჯგუფის დაუმორჩილებლობა თუ გააზრებული ზეწოლა იმის საჩვენებლად, რომ წინააღმდეგობის ფრონტი ჯერ კიდევ სურს მაგიდასთან ადგილი. ხამენეის წერილმაც ირანის შიგნითაც დატოვა გაფრთხილება. მან თქვა, რომ მომავალში ამერიკასთან პირისპირ მოლაპარაკებები არ ნიშნავს მტრის პოზიციის მიღებას. ეს აჩვენებს რეჟიმის დისკომფორტს. თეირანი ცდილობს შეთანხმებას საკუთარ გამარჯვებად წარმოადგინოს. იმავდროულად ტრამპი იმავე შეთანხმებას ამერიკული ზეწოლის შედეგად აჩვენებს. ვერსიების ეს დაპირისპირება მოსალოდნელი იყო. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ჰეზბოლა რაკეტებს ისვრის, ირანული პროპაგანდა უფრო რთულდება. თუ თეირანი ამბობს, რომ წინააღმდეგობის ფრონტი შეინარჩუნა, უნდა ახსნას, რატომ ემუქრება ეს ფრონტი ცეცხლის შეწყვეტას ზუსტად იმ დროს, როცა რეჟიმს დროის მოგება და ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქება სჭირდება. თუ თეირანი ამბობს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, უნდა აჩვენოს ეს კონტროლი. ისრაელმა სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ლოგიკა შეინარჩუნა. დაძაბულობა ვაშინგტონთან წარმოიშვა, რადგან ტრამპს სურს ომის დასრულება და შეთანხმების საბოლოო ეტაპზე გადატანა. იმ დროს, როცა ისრაელი მკაცრ გარანტიებს ითხოვს, სანამ ჯარებს იმ ზონებიდან გაიყვანს, რომლებიც მის მოსახლეობას დასაცავად საჭიროდ მიაჩნია, ეს განსხვავება ნაზად დაძაბულ დავას ქმნის. ტრამპს სრული ცეცხლის შეწყვეტა სურს. ისრაელი კი ცდილობს ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტა ხელახლა ორგანიზებისთვის არ გამოიყენოს. ჰეზბოლა ისრაელის გასვლას პოლიტიკურ გამარჯვებად ქცევას ცდილობს. ლიბანი ამ დაპირისპირების შუაგულშია გაჭედილი. JT Vance-მა შეთანხმების ეკონომიკური მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როდესაც აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის აღდგენა მოხდება. ამერიკული გზავნილი ნათელია. ნავთობის მიმოქცევის არდგენით ფასი იკლებს, ბაზრები მშვიდდებიან და ტრამპის სტაბილურობას ძალის შედეგად ყიდის. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი და აღნიშნა საფონდო ბაზრის ზრდა, ძლიერი დასაქმება და ფასების ვარდნა. ჰეზბოლას თავდასხმა ამ ვიტრინას აფერხებს, რადგან კვლავ აღვივებს ეჭვს მშვიდობის ხანგრძლივობაზე. პაპმა ლეონ მე-15-მაც შეაქო დიალოგის გზა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და მოუწოდა ურთიერთნდობას ახლო აღმოსავლეთში. ვატიკანის რეაქციამ სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა შეთანხმებას და დაეხმარა ტრამპს, ეჩვენებინა, რომ მშვიდობისკენ ზეწოლა ამერიკულ პოლიტიკას სცდება. მიუხედავად ამისა, ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ რელიგიური ქება, გააქტიურებული ბაზარი და დიპლომატიური ხელმოწერა საკმარისი არ არის, როცა შეიარაღებული ჯგუფები კვლავ მოქმედებენ საზღვარზე. გამოცხადებულმა მშვიდობამ რაკეტების გამოცდის გავლა უნდა შეძლოს. ჰეზბოლამ სწორედ მაშინ აირჩია თავდასხმა, როცა მსოფლიო მოლაპარაკებებს ადევნებდა თვალს. ამიტომ ეს ჟესტი შეთანხმების და თავად ტრამპის მიმართ გამოწვევად იქცა. ეხლა მთავარი გამოწვევაა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა რეალურ წესრიგად გადაიქცეს. ჰეზბოლა არ უნდა დამარცხებულად გამოჩნდეს. ირანი ცდილობს შიდა იმიჯი დაიცვას იმ დროს, როცა აშშ-თან საუბარზე თანხმდება. ისრაელზე თავდასხმა საბოლოო დღის დაწყებამდე 11 საათით ადრე ტოვებს ვაშინგტონისთვის ყველაზე შემაწუხებელ კითხვას: ვინ მართავს სინამდვილეში ამ ზავს? პრეზიდენტების ხელმოწერები თუ ჰეზბოლას რაკეტები? მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი. ბოლოს კი გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.